გამარჯობა ბავშვებო, დღევანდელი ჩვენი თემა იქნება მანქანური სწავლება და კუჭის შებერილობა. ამ ვიდეოში თქვენ გაიგებთ ძალიან დაახლოებით თუ რა არის მანქანური სწავლება და როგორ შეგვიძლია გავიგოთ თუ რამხელა იმის ალბათობა რომ ახლა ასე ვთქვათ გაკვების ძლიერი სურვილი შემოგიდევთ. მანქანური სწავლება არის კომპიუტერისთვის რაღაცეების სწავლება. აზრი ხარ? შეგიძლია კომპიუტერს ასწავლო რაღაცეები, ლოლ ხდ როგორც იყობდნენ. სწავლების შესაძლებლობა კი გვაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ტიპები ადრე დაჯდნენ და რაღაც მათემატიკური მოდელები შექმნეს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა გვესწავლებინა რაღაცეები კომპიუტერისთვის. 20 ლარი გაქვს ძმა, ჩემი ვალი. მოდი ჯერ ძალიან შორიდან დაგანახებთ თლიან სიტუაციას. რეალურად ალბათ წესით სავარაუდოდ და კიდევ ერთხელ ალბათ შეგვიძლია მანქანური სწავლების ამოცანები დავყოთ ორ ნაწილად. კონკრეტულად პირველი იქნება ისეთი, რომლებშიც გასარკვევია არის თუ არა ასეთი მონაცემის მქონე ადამიანი ნარუტო. ანუ პასუხი უნდა იყოს ან კი, ან არა. ასეთ შემთხვევაში კლასიფიკაციას უწოდებენ. მეორე შემთხვევაში კი გვაქვს რეგრესია. ამ შემთხვევაში არის რაციონალური რიცხვები. და იქიდე ეგ ამბავი. ახლა კი მანქანური სწავლების არსი. მანქანური სწავლება არის ერთგვარად მსგავსებისა და ლოგიკის დანახვა რიცხვებს შორის. ეს სიტყვების რთული კომპოზიცია, რო გადმოგითარგმნო კი იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში რო აზიარ ხარ რაზე ვლაპარაკობ. მეორე რიგში კი წარმოიდგინე ერთ ყუთში დევს 1 შაურმა, მეორეში 2, მესამეში 3. შენი აზრით მეოთხეში რამდენი შაურმა იქნება? მართალია, შენ სწორი ხარ, მეოთხეში 4 შაურმა იდება. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ლოგიკა, მაგრამ საიდან იცოდი რომ 4 იქნებოდა? რეალურად ხო შეიძლებოდა რომ 5 ყოფილიყო? ანუ შენმა ტვინმა თქვა რომ ძალიან დიდი ალბათობა იყო იმის რომ მეოთხე ყუთში 4 შაურმა იქნებოდა და არა რაიმე სხვა რაოდენობა. ხო და ჩვენ სწორედ ამ ლოგიკის დაჭერის ხელოვნებას ვასწავლეთ კომპიუტერს. კილოცავ, ახლა შეგიძლია მედალი დაიკიდო და თქვა რომ ნარუტოს მწვანე თმები აქვს. მოდი ახლა კი იმ მაგალითზე გადავიდეთ, რომელიც თავში ვახსენე. ანუ შევეცადოთ გავიგოთ თუ რამხელა ალბათობა რომ ახლა კვილის სურვილი გამიჩნდება. როგორც თქვი იმისთვის რომ მანქანას ასწავლო ლოგიკა, გვჭირდება რიცხვები, ანუ რაღაცის სტატისტიკა. ამ შემთხვევაში კი გვჭირდება კვილის სტატისტიკა. სწორედ ამ შემთხვევისთვის მეგობრებო, სწორედ თქვენთვის მე გმირობა ჩავიდინე და შევქმენი საკუთარი მონაცემთა ბაზა. ნუ რეალურად ჩვეულებრივი ცხრილი. თანაც Excel-ის. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავ, 27 დღის სტატისტიკა ჩავიწერე. 27 მონაცემი მანქანური სწავლებისთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ ნუ რა ვქნა, სიცოცხლე მეტი საშუალება არ იყო 2 წუთი. ავიღე და ყოველ დღე ვიწერდი ამ საათების დიაპაზონში, რამდენჯერ გავაფუჭე ჰაერი. ამ დღეს ლობიოზე დამპატიჟეს და არ შეიმჩნიოთ. ახლა კი მოდი უინტერესო კოდის ნაწილზეც გადავიდეთ, ესე იგი რაღაც აქ ბიბლიო, აქ მერე C, აქ მერე რა, ეს არის დაწერეს, ეს არის თვითონ ვარჯიშის და აი ყველაზე საინტერესოც. აი ეს არის უკვე ახალი მონაცემები. New data რა ის მოდი ქართულად დავწერ უცებ, ასე არ ჯობია კაცო. ხო და ახალი მონაცემები. შეგახსენებ რომ ეს არის ამ საათებში გაკვებების რაოდენობები და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემ ოთახში ფანჯარა არ იღება, საკმაოდ ჰაერის ნაკლებობაა ჩემ ოთახში. ეს კი უკვე გამოცნობის ნაწილია, რომელიც ალბათობას დადებს, რომ თუ 1-იან სამოაგდებს, მაშინ დადებითია პასუხი, თუ 0-ს ამოაგდებს, ნიშნავს რომ უარყოფითია პასუხი. ანუ ოთახში ჰაერი კიდევ უფრო არ დაბინძურდება. კარგი, მოდი ახლა გავუშვათ პროგრამა და გავიგოთ ჩვენი ბედი. შენ ხარ ყვავილი ვიცი და როცა შენთან ერთად ვარ მართლა არ ვიცი რა გითხრა ბებიო შენ ხარ ისე ჩემ თავში როცა ვარვე ჩემ თავთან ვფიქრობ რა მინდა გითხრო ბებიო იო ყველაფერასაც შვები ვაკეთებ მხოლოდ შენთვის ყველაფერს და თან ყოველთვის